ქვეყანა სეზონური ვირუსების გავრცელების აქტიურ ფაზაშია. ღორის გრიპა წოდებული A ტიპის ვირუსის გამო იმატა მომართვენებამ როგორც ექიმებთან, ასევე სტაციონარში. ძირითად სეგმენტს კი ბავშვები წარმოადგენენ. დღევანდელ ჩვენ სიუჟეტში ვიხილავთ რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა და სამედიცინო მედპერსონალი. გრიპი სასუნთქი გზების ვირუსული დაავადებაა. ადამიანს აავადებს A, B და C ტიპის გრიპის ვირუსები. A ტიპის ვირუსი პანდემიური შტამია, ანუ მასობრივ ავადობას იწვევს. ის 10-15 წელიწადში ერთხელ აქტიურდება მთელ მსოფლიოში. დღევანდელი მონაცემების მიხედვით მოიმატა რა თქმა უნდა მომართვენებამ, მოიმატა იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ზუსტად ზომიერი კლიმატის ქვეყნებში გავრცელება იწყება სეზონური ვირუსებისა და ახლობით დეკემბრიდან და სრულდება მარტის ბოლომდე. ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები არის ცხელება, რომელიც გრძელდება 5-დან 7 დღის განმავლობაში, სახსრებისა და კუნთების ტკივილი და მსგავსი ტიპის ჩივილების გამო მომართვენობა არის 4-5-ჯერ მეტად გაზრდილი. მთავარი არის რომ რისკ ჯგუფის მქონე ბავშვებსაც მოზარდებსაც დროულად ჩაუტარდეს ვაქცინაცია, რომელიც დღეს ყველა საქართველოს მოქალაქისთვის უფასოა. ჩემი მთავარი რეკომენდაცია იქნება რომ გავუფრთხილოთ ერთმანეთის ჯანმრთელობას, არ ავყვეთ პანიკას და ყველაფერი კარგად იქნება. გრიპის ვირუსის მიზანი გადარჩენა და გამრავლებაა. გასამრავლებლად ის ადამიანის სასუნთქი გზების უჯრედებს იყენებს. უჯრედში შეჭრილი ვირუსი მის ფუნქციას არ ღვევს. ვინაიდან A ვირუსი ქვედა სასუნთქი სისტემის უჯრედებს აზიანებს, ხოლო B ვირუსი ზედა სასუნთქი გზებისას, A გრიპის შემთხვევაში გართულების ალბათობა უფრო მეტია, ვიდრე B გრიპის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ იანვრის პირველ კვირას სეზონური გრიპის შემთხვევების მატება გვაქვს და აღმავალი მრუდეა, საქართველოს და მთელ მსოფლიოში ვირუსების შემთხვევები საგრძნობად ნაკლებია, ვიდრე 2022 წელს შემთხვევების ავარაუდოდ მოიმატებს და იქნება სხვა რესპირატორული ვირუსები. დაავადებათა კონტროლის მხრიდან კი მთავარი რეკომენდაციები რჩება უცვლელი, გამოვიყენოთ პირბადე და თავი შევიკავოთ თავშეყრის ადგილებიდან. რინოვირუსი, ადენოვირუსი, ბოკავირუსი, რესპირაციულ-სინსიტიური ვირუსი, კორონავირუსი. ეს იმ ვირუსების მხოლოდ ნაწილია, რომელიც ქვეყანაში ამ სეზონზე აქტიურად ტრიალებს. როგორც ბევრ სხვას, მე შემეყარა ის ვირუსი, რომელიც თავიდან უბრალოდ გრიპად ჩავთვალე, თუმცა მეორე დღიდანვე დამეწყო სახსრების ტკივილი, მეჭირდა ორიენტირება, აზრების თავმოყრა, ფეხზე წამოდგომა და სიარულიც. ჩემს ცხოვრებაში მსგავსი რამ არ მახსოვს. ორჯერ მქონდა კოვიდი გადატანილი საკმაოდ რთულად, თუმცა ვერც კი შევადარებ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი სოციალურ ქსელში განცხადებას აკეთებს. COVID-19, გრიპი და სხვა პათოგენების რესპირატორული დაავადებები ბოლო კვირების განმავლობაში მატულობს ბევრ ქვეყანაში. სავარაუდოდ ეს გაგრძელდება ბოლო არდადეგების შემდეგ. დარწმუნდით, რომ გაიარეთ ტესტირება. მოიძიეთ დახმარება, როცა საჭიროა. COVID-19-ის მკურნალობამ შეიძლება თავიდან აიცლოს მძიმე დაავადება და სიკვდილი. გააგრძელეთ ნიღბების, ვენტილაციისა და დისტანცირების გამოყენება გამოვლენის შესამცირებლად და დარწმუნდით, რომ თქვენ და თქვენ საყვარელ ადამიანებს COVID-19-ისა და გრიპის საწინააღმდეგო აცრები ჩატარებული გაქვთ. უახლესი ისტორიის მანძილზე 2009 წელს პანდემიად ასევე გამოცხადდა ღორის გრიპის H1N1-ის ვირუსი, რომელიც 2010 წლის აგვისტოში დასრულდა. პანდემიის დროს საქართველოში 120 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 18 გარდაიცვალა. მომდევნო წლებში H1N1-ის პანდემია სეზონურ გრიპად იქცა, რომელსაც როგორც სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, კვლავ გააჩნია მძიმე შემთხვევების გამოწვევის მაღალი უნარი.